გამარჯობა, მე ლელა კოტორაშვილი ვარ. მე-19 წიგნი უნდა გაგაცნოთ. თანამედროვე ინგლისელი მწერლისა და მასწავლებლის ჯენი პირსონის საყმაწვილო რომანი ჩვენი საოცარი რეკორდი, რომელიც ინგლისში 2021 წელს გამოიცა და ზუსტად 1 წლის შემდეგ სულაკაურის გამომცემლობამ ქართულად თარგმნა. წიგნის მთარგმნელია ლაშა გველესიანი. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო გამომცემლობებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ დროულად გავეცნოთ მსოფლიო ლიტერატურას. ჩვენი საოცარი რეკორდი ჯენი პირსონმა თავისი ცხოვრების საოცარ გოგოებს მიუძღვნა, დედას, იდეებისა და შთაგონების უშრეთ წყაროს, დაასდის შვილებსა და ნათლს. ძალიან მიყვარს იმაზე საუბარი, თუ როგორ ინახავს წიგნები ჩვენს ცხოვრებას, დროის კაფსულებს მაგონებს ხოლმე და ხელახლა მიბრუნება თითოეულ წიგნთან, მახსენებს იმ დროს, როცა ვკითხულობდი. ამაზე დაკვირვება ძალიან საინტერესო არის. ასევე ძალიან მიყვარს წიგნები, რომლებიც მოსწავლეებმა აღმომაჩენინეს. ეს წიგნიც სწორედ ჩემმა ორმა მოსწავლემ გამაცნო. მარიამმა, მე-6 კლასელმა, მომწერა ლიტერატურულ კაფეში, შთაბეჭდილებების წერილში. გინდათ გაიგოთ, როგორ გახდათ ბედნიერი, მაშინ წაიკითხეთ ჩვენი საოცარი რეკორდიო. მარიამს უბნის ბიბლიოთეკიდან ჰქონდა გამოტანილი წიგნი და ვერ მათხოვა. 1 წლის შემდეგ მე-7 კლასელმა ანდრიამ ისაუბრა ლიტერატურულ კაფეში ამ წიგნის შესახებ და ისე მოხდა, რომ ბარგი სადარბაზომდე მან მიმატანინა და ზამთრის არდადეგები იწყებოდა თან. ეს წიგნი მათხოვა და შემდეგ უკვე მაჩუქა კიდეც. ანდრია და მარიამი, ჩვენი საოცარი რეკორდი, მახსენებს სულ ამ ორ მოსწავლეს. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე წიგნი ზამთრის არდადეგებზე, შემდეგ წიგნის მიხედვით მასწავლებელი ჯისთვის სტატიაც დავწერე და აუცილებლად გაგიზიარებთ კომენტარებში ბმულის სახით, თუ კი ინტერესი აღგეძრებათ, შეგიძლიათ წაიკითხოთ და გაეცნოთ. სტატიაში ვწერ იმ იდეების და სახალისო აქტივობების შესახებ, რომლებიც წიგნის კითხვისას დამებადა. რაც შეეხება ამ წიგნის სიუჟეტს, ყველა წიგნი მიყვარს, რომლის სიუჟეტი ლონდონში ვითარდება. წიგნში ამბავი იწყება ლონდონის ერთ-ერთ სკოლაში. მთავარი პერსონაჟი ლუსი რობერტსონი არის მთხრობელი 11 წლის და მასწავლებელი ბავშვებს დაავალებს, რომ პრეზენტაცია წარადგინონ საკუთარი ინტერესის შესახებ და კლასის წინაშე ისაუბრონ. ლუსი გაფუჭებულ ნივთს დაშლის და ააწყობს. კლასელი მას ეტყვის, რომ თუ კი ასე კარგად გამოგდის ნივთების შეკეთება, მაშინ დედასაც მოუხერხე რამე და დედაც შეაკეთეო. ლუსი ამ ბიჭს მუშტს შემოჰკრავს და სისხლს ადენს პირდაპირი მნიშვნელობით და შემდეგ უკვე წიგნში იწყება ზაფხულის არდადეგები და ლუსის ცხოვრებაც თან იცვლება ამ მოვლენიდან. ეს განაპირობებს მისი საქციელი განაპირობებს, რომ დააფიქროს ბევრ რამეზე, დედაზე, იმაზე თუ როგორ შეიძლება მართლაც შეაკეთოს დედის ბედნიერება, რომელსაც როგორც ვიგებთ, დეპრესია სჭირს. შავი ძაღლი, ინგლისში თურმე ასე უწოდებენ, ასე ეძახიან დეპრესიას და ლუსი პირდაპირ მნიშვნელობით იგებს დედის ნათქვამს შავ ძაღლთან დაკავშირებით, როდესაც თავის სევდიან განწყობას ასე უწოდებს ხოლმე. და მოკლედ გადაწყვეტს ლუსი, რომ დედისთვის არ არის საკმარისი, ვერ ანიჭებს ბედნიერებას და რაღაც უნდა იღონოს. ძალიან კარგად არის გაშლილი დეპრესიის მახასიათებლები. ლუსის დედა გამუდმებით საკუთარ თავში არის ჩაკეტილი, განმარტოებული არის, წამოდგომის ძალაც კი არ აქვს, ვერ უვლის თავის გოგოს, მოუწესრიგებელი დადის სკოლაში, სამზარეულო გადავსებულია გასარეცხი ჭურჭლით და ლუსი ამის შესახებ ვერავისთან საუბრობს, გულჩათხრობილია, ბევრი კომპლექსი აწუხებს და აი აქ მწერალს შემოაქვს თემა,
შემდეგი საკითხი, როდესაც ბავშვები ძალიან ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ რას როგორ აღიქვამენ მათ სხვები. პირველ რიგში თანაკლასელები, რადგან ქცევის მოტივის განსაზღვრელი ხშირად არის სწორედ აი ეს იმაზე დარდი, თუ თანატოლები როგორ აღიქვამენ ერთმანეთს. შემდეგ უკვე ვეცნობით, ლუსი იწყებს დეიდა შილასთან, დედამისის მეგობართან ცხოვრებას, რადგან დედას კლინიკაში მოათავსებენ და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სევდიანი ისტორია აქვს ლუსის და ასეთი პრობლემები არის წამოჭრილი, ამბავი საკმაოდ მხიარული არის. ავტორი ძალიან სახალისოდ ხვება ორი თანატოლის, სანდეშისა და ლუსის თავგადასავალს. სანდეში არის ლუსის კლასელი და დეიდა შილა დაამეგობრებს, ხელს შეუწყობს მათ დამეგობრებას, მოიწვევს შინ სანდეშს და ზაფხულის არდადეგებზე ბავშვები გადაწყვეტენ, რომ მონაწილეობა მიიღონ რეკორდების შოუში, რეკორდსმენების შოუში, რომლის წამყვანიც არის პოლ კასტელინი, პოპ მომღერალი და ამ პერსონაჟს ჩვენ ვეცნობით შემთხვევით ნაპოვნ ფოტოსურათზე, რომელზეც ასახულნი არიან დეიდა შილა, ლუსის დედა და პოლ კასტელინი, ხოლო ფოტოს აწერია შენ ხარ ჩემი ბედნიერება და ლუსი გადაწყვეტს, რომ პოლ კასტელინი არის სწორედ ის, ვინცაც შეუძლია დედამისის გაბედნიერება. ამ ადამიანამდე მისასვლელი გზა კი არის მხოლოდ და მხოლოდ ეს რეკორდსმენების შოუ. ძალიან სახალისოდ ვითარდება და დინამიკურად მოქმედება, საფრთხეშიც აღმოჩნდებიან ბავშვები, თუმცა მათ ფეხდაფეხ დასდევს საოცრად საინტერესო პერსონაჟი დეიდა შილა, რომელიც მაგონებს მისის ვის, შერონ დრეიპერის რომანიდან გონების მიღმა. მისის ვილა და მისის შილა და მისის ვი, ინადამება, არიან ის ადამიანები, რომლებიც ბავშვების ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, მენტორები არიან ამ მოზარდების და ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, ბავშვის ცხოვრებაში, როდესაც მას პრობლემა აქვს, თუნდაც პრობლემა არ ჰქონდეს, ერთი ადამიანი მაინც თუ აღმოჩნდება ისეთი, რომელსაც აღელვებს ბავშვის პრობლემები, აღზრდის მეთოდები და დიდ გულისხმიერებას იჩენს მისდამი, მაშინ ის შეძლებს, რომ გაუმკლავდეს მარტოობას, მოზარდობის პრობლემებს. აი ესეთები არიან სწორედ ეს პერსონაჟები, მისის შილა, უბრალოდ შილა, როგორც მას ლუსი უწოდებს, დედამისის საუკეთესო მეგობარია და უსაყვარლესი ამბავი არის იმისა, თუ როგორ გაიცნეს მისის შილამ და ლუსის დედამ ერთმანეთი. დაწყებითი საფეხურზე ლუსი დედაჩემი ვერ იკრავდა თასმას, მისის შილას თხოვა დახმარება, ისიც დაეხმარა და მას შემდეგ მთელი ცხოვრება ეხმარება და გვეხმარებაო, ასე აღწერს ამ დამეგობრების ამ ულამაზეს ამბავს 11 წლის გოგო. რაც შეეხება პრობლემებს და მთავარ საკითხებს, რომლებიც ამ წიგნშია წამოჭრილი. როგორც უკვე ვახსენე, ფსიქიკური პრობლემის მქონე პერსონაჟი, რომელიც გვხვდება ლუსის დედა და ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მოზარდები გაეცნობიან სწორედ აი რა მახასიათებლები აქვს დეპრესიას, როგორ შეიძლება დაეხმარო და ასევე ადამიანებს, ოჯახის წევრებს, რომლებსაც უწევთ ცხოვრება ასეთი პრობლემის მქონე
ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან. თუ კი შერონ დრეიპერი გვაცნობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პერსონაჟს მელოდის სახით და მელოდის ირგვლივ ტრიალებს მოვლენები, როგორ უჭირს მას საზოგადოებაში თავის დამკვიდრება, რადგან გარეგნობის მიხედვით განსაზღვრავენ და აფასებენ მას თანატოლებით და არ აინტერესებთ საერთოდ მისი გონებრივი შესაძლებლობები და არ სჯერათ მისი, ამ წიგნში ხედვის კუთხე იცვლება, რადგან ბავშვის თვალთახედვით აღქმული მოვლენები არის, როდესაც პრობლემა უკვე ოჯახის წევრს ეხება. ასევე ჩააგურა, როგორც უკვე ვახსენე, სკოლაში თანაკლასელი როგორ ცუდად მოექცევა ბავშვს, თუმცა ავტორი ძალიან ფაქიზად შლის ამ მოვლენას, აღწერს, რადგან ლუსისთვის ამ ბიჭის აქციელი, რაც უთხრა გულსატკენი სიტყვები, ბრაზის წყარო გახდება და ზოგჯერ ბრაზი როგორ შეიძლება, ზოგჯერ კი არა ხშირად უკეთესობისკენ წარმართოს ჩვენი ცხოვრება. აი ამაზე დაგვაფიქრებს და კარგად აქვს გაშლილი ეს თემა ავტორს. ასევე მეგობრობა უფროსა და უმცროს შორის, დეიდას შილასა და ლუსის საოცარი მეგობრობა არის აღწერილი. მეგობრობა თანატოლებს შორის, სანდეშისა და ლუსის მეგობრობა და ასევე მეგობრობა დედასა და შვილს შორის. აი ამ თემებს უტრიალებს წიგნი. კიდევ არ გამომრჩეს რამე. ყურადღების დეფიციტი, როდესაც მშობლების ავადობის გამო ბავშვებს ყურადღება აკლიათ და რას განიცდიან ისინი. კომპლექსები, მთელი რიგი კომპლექსები, გულჩათხრობილობა და მეორე მხრივ როგორ უნდა მოერიონ ამას. ავტორი გვთავაზობს სწორედ პრობლემის გადაჭრის გზებს იმგვარად, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო ფრაზები არის აქ, რომ აუცილებლად უნდა ილაპარაკო საკუთარ პრობლემაზე. ერთ-ერთი პერსონაჟი ეუბნება ლუსის, თუ სხვას არ გაუმხელ იმის შესახებ, რა გაწუხებს, დარჩები შენს თავთან მარტო და მარტო არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩე. აი მიმართვაში ბოლოს არის თანდართული ეს მიმართვა, ასე სთხოვს და არიგებს მოზარდებს და ბავშვებს ავტორი, რომ თუ კი მის ოჯახი ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დაფიქრდებიან, რომ საკუთარ ოჯახის წევრს აქვს მსგავსი პრობლემა, აუცილებლად მიმართონ საყვარელ მასწავლებელს ან სხვას, ვისთანაც ნდობით არიან აღჭურვილნი და ესაუბრონ, გაუმხილონ და დახმარება ითხოვონ. კიდევ არ გამომრჩეს რამე. ხო, აი ეს მისის შილა არის დაუვიწყარი პერსონაჟი. მისი ხასიათი ძალიან კარგად არის წარმოჩენილი წიგნში. მას უყვარს ჭყეტელა ტანსაცმელი, ძველმანების ბაზრობაზე ყიდის თავისი ხელით შეკეთებულ ნივთებს, ძალიან სწორ დარიგებებს აძლევს ლუსის, არათამამებს, თუმცა მთელი გულით ზრუნავს მასზე, თან თავისუფლებას ანიჭებს, თან მუდმივად იცის სად არის და რას აკეთებს ბავშვი და მადლიერებით გევსება გული ამ ადამიანისადმი კითხვის პროცესში. და სურვილი გაგიჩნდება, რომ რაც შეიძლება ბევრი ასეთი ადამიანი იყოს ჩვენი ირგვლივ, ჩვენ საზოგადოებაში. რადგან დეპრესია საკმაოდ რთული ფსიქიკური პრობლემა არის და დროული დახმარება სჭირდებათ ადამიანებს, თუმცა აქვე არის ისიც აღწერილი, რომ როგორ მონაცვლეობს ფაზები, რომ არ არის ეს ისეთი რამ, რომელსაც ვერ გაუმკლავდება ადამიანი და ლუსი მთელი გულით ცდილობს, რომ დედამისი დააბრუნოს თავის ცხოვრებაში. ბოლოს ლუსი მიხვდება, რომ
არა კი საკუთარ ბედნიერებას ეძებდა დედისთვის ბედნიერების დაბრუნების პროცესში და ეს ძალიან საინტერესოდ აქვს აღწერილი. ალბათ მეგონა რომ თუ დედა გამოჯამრთელდებოდა მეც ბედნიერი გავხდებოდი, მაგრამ ამაშიც შევცდი. რა თქმა უნდა, მინდა დედა ბედნიერი იყოს, მაგრამ ახლა ისეთი ძმა ბედნიერებს, როგორიც არის. მივხვდი რომ არ შეიძლება ბედნიერებას ვინმესგან ან რამისგან მოელოდე. ბედნიერების წყარო ბევრი რამ შეიძლება იყოს. უბრალოდ უნდა შეამჩნიო. ბედნიერება შეიძლება კანფეტების პარკშიც იპოვო და საზამთროშიც, რომელსაც უილბური ჰქვია, ველოსიპედით პრესის ჯიხურამდე გასეირნებაში, ან თუნდაც მეგობარში, რომელიც თანახმა შენთვის ყველას დასანახად სცენაზე ბრჭყვიალა ოქროსფერი კოსტიუმით გამოვიდეს. დეიდაში, რომელიც საცვალში ჩიპს ჩაგიკერებს, რადგან თან ამ ქვეყნად ყველაფრის ეშინია და თან საერთოდ არაფრის. მუსიკასა და ხელოვნებაში, გულკეთილ ქურდებში, სხვებისთვის დახმარების გაწევასა და საკუთარ ოჯახში. და კიდევ ბედნიერება შეიძლება იპოვო საკუთარ დედასთან ურთიერთობაში, მაშინაც, როდესაც ცუდადაა და თითქოს სულიერად მოტყდა, რადგან ზოგჯერ გატეხილ ნივთებსაც კი შეუძლიათ სასწაულის მოხდენა. აი ეს ეპიზოდი და სიტყვები, საკვანძო სიტყვები არის ამ წიგნში. გატეხილი ნივთი ახსენა ლუსიმ და გულისხმობს ფოტოაპარატს, რომელიც შეკეთებას ვერადავერ შეძლებს, უბრაზდება კიდევაც ერთხელაც მოისვრის და ბოლოს, როცა ყველა მისი საყვარელი ადამიანი ერთად მოიყრის თავს, შემთხვევით გამოიტანს ამ ფოტოაპარატს და ისე მოხდება, რომ ფოტოაპარატი გადაიღებს ერთობლივ ფოტოს, ხშირად უბრუნდება ხოლმე ამ სურათს და აკვირდება და იხსენებს იმ დროს, როცა დედამისი და დეიდა შილა იღიმიან, მისი საყვარელი მეგობარი სანდაშიც იქ არის, სანდაშის მშობლები და იმ ხიარული წამები არის ასახული ამ ფოტოზე. ამ ეპიზოდის გავლენით ვაპირებ, რომ საინტერესო აქტივობა დავგეგმო ჩემი მოსწავლეებისთვის და ვთხოვო მოიტანონ ფოტო და აღწერონ, რატომ არის ეს ფოტო მათთვის მნიშვნელოვანი ბედნიერების მომენტს, რომელი ფოტო ახსენებს მათ. ასევე მეც მივიტან და პირადი მაგალითის ძალით დავწერ თემას და წავუკითხავ. ეს წიგნი გამოიცა აირჩიეს სიკეთის ფარგლებში და მართლაც დიდი სიკეთის შესახებ მოგვითხრობს. კეთილი ადამიანები არიან აქ და როგორი მნიშვნელოვანი არის ერთმანეთისთვის კეთილად მოპყრობა, ამაზე დაგვაფიქრებს წიგნი, როგორც ამ სერიის დანარჩენი წიგნები. ჩვენი საოცარი რეკორდის ბალიში ასე გამოიყურება, მთავარი პერსონაჟები სანდეში და ლუსი არიან ერთად და ზოგჯერ ძნელია იმის თქმა, რისი თქმაც მთელი გულით გინდა. შემდეგ წიგნამდე გემშვიდობებით.